28 ნოემბერი ახლოვდება და 28 ნოემბერს ისი თქვენ რომ უკვე დაანონსდა დიდი მასშტაბური აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნამდე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე უფრო ზუსტი რომ ვიყო დაიწყება მსვლელობა საღამოს 9 საათზე პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტები, არასწორი სიტყვა, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც არიან პროტესტზე და აქტიურები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციებიც რამდენადაც ვიცი, მოკლედ ყველა არის ორგანიზატორი. დიახ, ორგანიზატორი არის ის ჯგუფი პირველ ყოვლისა, რომელმაც დაანონსა ეს აქცია, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი, თითოეულ ჩვენგანს აქვს თანა ორგანიზატორობის შესაძლებლობა, ან თუ გნებავთ ასე ვთქვათ, უფლება. რამდენი უნდა ვიყოთ? რამდენი უნდა ვიყოთ და ჩემი წარმოდგენით ან იმედით ან სურვილით უფრო თლად ზუსტი რომ ვიყო, უნდა ვიყოთ სწორედ რესპუბლიკის მოედნიდან, ვიდრე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე, ოკეი, თუ ამდენი არ ვიქნებით, ოპერიდან ვიდრე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე, ეს დაახლოებით რო არ გადავაჭარბოთ და იმედისა და პოზიტივის დრონებს რომ არაურიოთ თავგზა და მათ პროპაგანდისტებს და რომ არ ვუთხრათ რომ ეს არის 300,000, ეს დაახლოებით არის, აი რესპუბლიკის მოედნამდე თუ გადავიჭიმებით, დაახლოებით 150,000 მოქალაქე, თუ ოპერიდან გადმოვიჭიმებით, დაახლოებით 80,000 მოქალაქე, ერთი სტადიონი, ოდესღაც რომ იყო თბილისის დინამოს სტადიონი 80,000 მაყურებელს რომ იტევდა, ხო, ამდენი უნდა ვიყოთ. აქვს თუ არა გასიგრძე განებული ქართულ საზოგადოებას გარდაუვალი აუცილებლობა რომ გამოვიდეს ამგვარ აქციაზე, გულახდილად გეტყვით, არა ვარ დარწმუნებული ბოლომდე, 4 ოქტომბერმა და არ შემდგარმა რევოლუციამ გარკვეულწილად ჩაფუშა, ვაღიაროთ ეს საზოგადოების ერთი ნაწილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნაწილი ქართული ოცნების მომხრე გახდა, რასაკვირველია არა, მაგრამ სამზარეულოებში რაოდენობას ცხადია ვერ დაგისახელებთ, იმიტომ რომ ცხადი არც არავის არ აქვს ზუსტი, ან მეტნაკლებად ზუსტი მონაცემი ამის თაობაზე და შეუძლებელიც არის რომ ჰქონდეს, შეიყუჟა მაყურებელთა, კი არა ამორჩევლის მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი სამზარეულოებში და შეიძლება არ გამოიყუჟოს, არ გამოვიდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, კვლავ ვიტყვი, ხაზგასმით ვამბობ ამას, არ ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ამ სამზარეულოებში შეყუჟულთა სახითაც არ ხავს ოპონენტები, კრიტიკოსები, მის წინააღმდეგ წასული საზოგადოების ეს ჯგუფი, აღარ ვლაპარაკობ აქტიურებზე, რომლებიც ყოველ დღე და ძალიან კარგი სტრატეგიაა, მე მგონი ყოველ შემთხვევაში ასე ვიტყვი, შერჩეული, მას შემდეგ რაც პერიმეტრზე გამაგრდნენ პოლიციის დანაშაულები და სავალ ნაწილზე, ავტომობილების ნაწილზე არ უშვებენ მოქალაქეებს და ესე ცოცხალი ჭაჭვი აქვს პრაქტიკულად გაკეთებული, იწყებენ ასე 8 საათზე და როდი სამთავრობო სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მას შემდეგ მოქალაქეებმა დაიწყეს ესე სიარული ვიწრო ქუჩებში და პოლიცია ხო მიხვება, ჭაჭვი მიხვება. ოცეულები, რამდენიმე ოცეული და 5-7 ოცეული დაახლოებით 140 პოლიციელი იქნება, 100 პოლიციელი მაინც, რომელიც მიხვება თბილისის პოლიციის უფროსი გვარი არ მახსოვს, ის კაცი ამ 2-3 დღის წინ ჩემს პირისპირ რო იდგა გრიგალაშვილი, შეიძლება, ხო, ალბათ გრიგალაშვილი არა, არ ვიცი, რაგვარიც არის, ისიც არის ხოლმე ის აკონტროლებს. პოლიციელები, რომლებიც ბევრჯერ მithქვამს, კრიმინალს უნდა დასდევდნენ, ყაზბეგის გამზირზე გამოდით ერთი რა ხდება, ყოველ საღამოს, როგორ დაჯლიგინებენ მანქანები, უხეშად თბილისი კი არა სითიმოლიდან, ვიდრე პეკინის გამზირამდე, რასის სწრაფით მოძრაობენ და პატრულის თანამშრომლები მათ ვერადევნებენ თვალყურს ბუნებრივად, იმიტომ რომ პირბადეიან 84 წლის ქალბატონს დასდევენ და ადმინისტრაციულ ჯარიმას უწერენ 5,000 ლარის ოდენობით, ან საერთოდ ციხეში სვამენ პირობითად 74 წლის მამაკაც, ან არ ვიცი, ამიშვილება ახალგაზრდას თუ ძველგაზრდას უშუალო მოვალეობას ვერ ასრულებს პოლიციელი. მოკლედ 28 ნოემბერს ასე ბევრი უნდა ვიყოთ. მე გავბედავ და ვიტყვი, ბევრჯერ მithქვავს, რომ
ერთ-ერთი პირველ თქმელი 28 გასული წლის 28 ნოემბერს ხალხო გამოდით ქუჩაში მეთქი ვიყავი მეც და ცხადია არ ვიცი ამდენად მოწინავე რიგებში ეს არ არის ხა პრიორიტეტი მაგრამ მე ვიქნები კამერით ხელში ამ კამერით ხელში რომელსაც ახლა თქვენ ადევნებთ თვალყურს ან ამ ტელეფონით ხელში მე ვიქნები შტატივით გახმით და იქიდან რამდენიმე ლაივი მექნება საღამოს 9 საათზე ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას რომ პროტესტი არც არსად გამქრალა და ამის შედეგად ღიად გეტყვით ნერვები უნდა მოუშალოთ უნდა ავჭრათ და ჩავჭრათ ისედაც ჩაჭრილი ქართულ სახელმწიფოსთან ისტორიასთან აწყოსთან და მომავალთან ისედაც ჩაჭრილი ყველაფერში ჩაჭრილი მათ შორის კაცობაში ჩაჭრილი ბიზინა ივანიშვილის და ჩავჭრათ თუ ავჭრათ და მას იქნება და დავახევინოთ უკან პოლიტპატიმრებთან მიმართებაში კიდევ ერთხელ მეორე პოლიტპატიმრებთან მიმართებაში უფრო ან მხოლოდ შემიძლია ასე ვთქვა და არა არჩევნებთან მიმართებაში არჩევნების ჩატარებას მის პირობებში ჩემი აზრით ობიექტურად ვამბობ ამას ღიად ვამბობ ამას აზრი არ აქვს თუ ბიზინა რუსი ჩაატარებს არჩევნებს იმ შემთხვევაშიც კი თუ მოიცილებს მანამდე ირაკლი კობახიძეს ჩვენ დაზღვეულნი არა ვართ რომ რომელიმე ახალი ირაკლი კობახიძე არ იქნება მის მიერ მოყვანილი არ მოიყვანს რომელიმე ახალ კობახიძეს და უკვე ის არ გააყალბებს არჩევნებს ან კობახიძე უშუალოდ არ გადაინაცვლებს კულისებში და არ წაეხმარება რომელიმე ახალ ბანდიტს ბიზინა ივანიშვილის მიერ შერჩეულს იმისთვის რომ როგორმე კრიზისი გადააგოროს ბარემ ვიტყვი და მე უკვე სხვა თემაზე განვაგრძოთ საუბარი ბარემ ვიტყვი იმასაც რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით უშუალოდ ბიზინა საკმაოდ აჭრილია რაიმდენად ჩვენზე ხო აჭრილია მაგრამ უშუალოდ პარტიის ან მართველი პარტიის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზე და ვერაფრით გაუგია რატომ ვერ ამოშანთა პროტესტი ამდენი ხნის განმავლობაში თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და თუ ზოგადად მისმა ხელდასმულმა ბიჭებმა რატომ ვერ ამოშანთეს უჭირთ დამტკიცება სიტყვის თქმა მისთვის შეპასუხება რომ ამ შემთხვევაში თუ უნდათ ამოშანთვა ბოლომდე თუ რაღაც წადია ბიზინა ივანიშვილს ბოლომდე ამოშანთვა ამ შემთხვევაში უფრო ძალისმიერ მეთოდებზე უნდა გადავიდეს ისედაც არ აკლებს მაგრამ უფრო ძალისმიერი მეთოდებიც აქვს არსენალში დე ფაქტო ხელისუფლებას და ამის საფუძველს ამათეული ოცნებისეული გაგებითაც კი ფორმალისტურ საფუძველს დემონსტრანტი რიგითი ან დემონსტრანტები არ იძლევენ ისინი მართლაც პატიოსთან დგანან ტროტუარზე აღარც კეტავენ ვეღარც კეტავენ რუსთაველის გამზირს და ეხლა ტროტუარზე ყოფნას დაგიშლითო ალბათ ამაზე ვერ წავა ეხლა კობახიძე თუმცა ამ რუსულ ტვინებში რა ჩაიხარშება არა მოიხარშება არამედ ჩაიხარშება სიმართლე გითხრათ არ ვიცი მიუხედავად იმისა რომ 9 თუ არ ვცდები არა გაცილებით 19 მილიონით იზრდება მდინარაძის სუსის ბიუჯეტი ეს უშუალოდ მდინარაძის მოთხოვნა იყო აქვე გეტყვით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით მდინარაძემ მოითხოვა რომ ახლობით 20 მილიონით გამიზარდეთ ბიუჯეტი იმიტომ რომ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი უშუალოდ მდინარაძეზეც კი შემომწყრალია ბიზინა ივანიშვილი კარგად ვერ მუშაობს მისეული გაგებით ოღონდ როგორ უნდა იმუშაოს მე ვერ ხვდები ანუ ბიზინა ივანიშვილის ტყავში რომ შევძრე ვერაფრით ვერ ჩავხვდები ბიზინა ივანიშვილი რა მოთხოვნებს უყენებს თუ კობახიძეს და თუ მდინარაძეს კონკრეტულად ეს არ ნიშნავს იმას რომ ამუკა მდინარაძე რუს ხვალზე ისევე დაიქნევენ როგორც დაიქნიეს მისი წინამორბედი ანრი ოხანაშვილი რომელიც არც ინჩი ვიცით და არც ბინჩი არც ალი ვიცით და არც კვალი მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ მდინარაძეს შეჯდა ბომბზეო ასე რომ ამბო ნაღმზე უფრო ზუსტი რომ ვიყოთ პირველ ყოვლისა ვინც ნაღმზე ზის ეს არის ჩემი ინფორმაციითაც და თქვენს მაღალი ალბათობით იფლობთ ამ ინფორმაციას ეს არის კახი კალაძე რომელსაც კორუმპირებულობაში ედავებიან ქართული ოცნების კულისებში გაგიკვირდებათ და სწორედ ირაკლი კობახიძის კამანდა რომელსაც არც უნდოდა თავის დროზე რომ კახა კალაძე მესამედ არჩეული იყო დედაქალაქის მიერად მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა დაიჟინა იმ ხანად კახა კალაძე მერად გაიყვანეთ ისევო და გაიყვანეს კიდეც დედაქალაქს მართავს მაგრამ კობახიძეს აქვს თავისი ვენდეტები კახა კალაძესთან
და სულაც არ არის გამორიცხული, რომ გადაიწია კი ჩემს ხელხერსებული ინფორმაციით ვადამ იმისა, რომ კახაკალაძემ ჩამოიტანოს ის ჩამოსატანი და ოფშაქში მიიტანოს ის თანხა, რომელიცაც მას ედავებიან, მაგრამ კახაკალაძე საბოლოო ჯამში მაინც ნაღმზე ზის და ხვალ არა და ზეგ, ანუ წელს არა და მომავალ წელს კი ნამდვილად კახაკალაძე შეიძლება აფეთქდეს და ეგ რა მაგის პასუხია, ბარემ ვიტყვი, დედაქალაქის მერის არჩევნებიც ჩაინიშნოს იმ არჩევნებთან ერთად, საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება, რომელთა ჩატარებასაც ერთი მხრივ კი არა, მეორე მხრივ განიხილავს ბიზინა ივანიშვილი, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ პარტიების გაუქმება ამასობაში მოეცრება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და შესაბამისად არაკონკურენტული უსამართლო არჩევნები, ეგრეთ წოდებული არჩევნები ჩატარდება ასე მაგალითად მაისის თვეში. ბიზნეს ერთ-ერთი გეგმაც ეს არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას თავის მხრივ მოსკოვიდან სთხოვენ, მოითხოვენ მისგან, რომ საქართველო უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდეს ეს ზოგადი სიტყვაა, მაგრამ მაინც უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდეს რუსეთს. ერთ-ერთი რასაც ითხოვს რუსეთი, ეს არის იცით თქვენ რომ ჟენევის ფორმატი პრაქტიკულად განახლდა და ასე უნდა ვთქვა და ერთ-ერთი რასაც ითხოვს რუსეთი ეს არის ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება პირველ ეტაპზე, საწყის ეტაპზე, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სეპარატისტულ რეჟიმთან ხელმოწერილი, ხელის მოწერა ამ ყველაფრისა და კიდევ ცხადია აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან ხელმოწერა ამ ყველაფრისა, ბიზინა ივანიშვილის პროპაგანდა ჩაირთვება დაახლოებით ამგვარი, წინასწარ შემიძლია განჭვრეტა ამ ყველაფრისა და თქმა შემიძლია იმისა, რომ ბიზინას პროპაგანდა, ანუ ბიზინა იტყვის ხელისუფლება წოდებული ბანდა იტყვის, რომ იმათ კი არ ვცნობთ საწყის ეტაპზე ეს იქნება თქმული, მაგრამ რაღა ისინი აკონტროლებენ აფხაზეთის ტერიტორიას, ეს ხო ჩვენ ხო ომი არ გვინდა და აქედან გამომდინარე უნდა დავუპირდეთ და მოვაწეროთ კიდეც ცეცხლის შეწყვეტის ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულებასო, ეს ფაქტობრივი აღიარება იქნება სეპარატისტული რეჟიმებისა, რაზეც ბიზინა ივანიშვილი მიდის სწორედ მოსკოვის კარნახით თუ მოსკოვის მოთხოვნით ბიზინას თხოვენ ამას, მაგრამ ბიზინა ამას ვერ აკეთებს, ეს 97 აკაცუკი კახაკალაძის და ვესესხებისევ, რომ დარბის დადის აქეთ იქით ქუჩიდან ქუჩამდე, ბოდიში ინგა უკაცრავად დაელაპარაკე ვამეხს. აი ჩემი ტელეფონი რეკავს. ხო, ეს 90 თუ 147 პროტესტის მონაწილე რო დადის ქუჩაში, ეს უშლის ხელს ბიზინა ივანიშვილს ამ ზაკრობის განხორციელებაში ბარემღა ვიტყვით. ეხლა ისმის კითხვა ჩვენ როგორ სხვასაც ქონია ეს ამგვარი მოსაზრება და მე არა ვარ პირველ თქმელი, პირველ ავტორი ამ ყველაფრისა, როგორ უნდა მოვეპყრათ ჩვენ პოლიციელებს, რომლებიც პერიმეტრზე დგანან და მოდი ასე ვიტყვი, არც არაფერს არ აშავებენ ვიდრე. აი და მე უკვე ვიდრე შემდეგ შეიძლება ბევრი წინადადება წარმოთქვა, ბევრი სიტყვა, მაგრამ აი დგანან და დგანან, სანამ ჩვენ არ გადავკვეთთ. ბევრი მოქალაქე მიდის და მე არ ვეთახმები ამ მოქალაქეებს, აქვე გეტყვით. ბევრი მოქალაქე მიდის და ამუნათებს მათ. რაღაცა არ მინდა ვთქვა შეურაცხყოფელ მეთქის შეგნებულად, მაგრამ რაღაც ნახევრად შემტევ, მოდი ასე ვიტყვი, სიტყვებს ეუბნება წარმოთქვამს მათი მისამართი, არ აქვს ცხენია, თქვენ ხო რაღაც პატრიოტები ხართ და ასე შემდეგ ამ უკანასკნელს არ ამბობენ, არ აქვს ცხენიათ, ახალგაზრდები ხართ, ვის ემსახურებით, ამ რეჟიმს ემსახურებით, თქვენ ესეთებო, თქვენ ისეთებო, ხშირად გაიგონებთ რა, ობიექტურობა ღირს რასაკვირველია, ობიექტურობა სჯობს რასაკვირველია. მე პერსონალურად ამ ტაქტიკა თუ სტრატეგიის მომხრე არა ვარ, მე მგონია რომ იმათ ისინი ჩვენს მხარეს უნდა გადმოიყვანო, მოდი ასე ვიტყვი, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, გულში მაინც ის მათ უნდა გაუჩნდეთ ჩვენს მიმართ ერთგვარი ლოიალური ან შემრიგებლური, თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, დამოკიდებულება და კრიტიკულ ან არაორდინალურ მომენტში სწორედ პოლიციელებმა გედედე არ იგულისხმება, გედედეს ვერ დაელაპარაკები უმრავლეს შემთხვევაში მის შეშლილ თანამშრომლებს, პოლიციელებმა სწორედ ჩვენსკენ უნდა გამოიხედონ და პოლიციელებმა ხელი არ უნდა ასწიონ ჩვენზე რიგით მოქალაქეებზე, არა რიგით აგრესიულებზე თუ არა აგრესიულებზე. და საკეთებენ, გულახდილად გეტყვით, აბა რას შვებიან, როგორც კი ბრძანებას მიიღებენ, მაგრამ ზოგი მათგანი მაინც, მოდი სხვაგვარად ჩამოვაყალიბებთ, თუ გნებავთ, ზოგი მათგანი მაინც უნდა გადმოვიყვანოთ, გადმოვიბიროთ ჩვენს მიმართ რაღაცა
ლოიალური დამოკიდებულება განცდა დამოკიდებულება უნდა შევუქმნათ, ეს უფრო პროდუქტიული იქნება, მეთქი ამის თქმას ვცდილობს ზოგ მათგანს, ვისაც მოდი ვიტყვი ასე თვალებში ეთყობა თქვენის ნებართვით, რომ ისინი ესეთი არაადამიანეურები, როგორებიც არიან სხვები, მათივე კოლეგები ან გედედეს თანამშრომლები, სულაც არ არიან. აი გუშინ მე როცა ვიყავი აქციაზე და გუშინაც გახდით, მე ერთი ჩართვა მქონდა, მეორე ჩართვა მქონდა, დავესწარი ნაწილობრივ მაინც იმ წირვას, რომელიც ჩაატარა მეუფე არქიმანდრიტმა დოროთემ, მე ვიყავი რაღაც დემონსტრანტებში, დავდიოდი, ბევრს ვესაუბრებოდი, ვიმსჯელობდით, რაღაც ჩემი მეგობრები, ახლობლები და გასაგები. მაგრამ მათ შორის დავდექი აი პირისპირ იმ პოლიციელებისა და გავოცდი, გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ზოგი მათგან პირდაპირ ჩართვა მაგდა, ზოგმა მათგანმა დახარა თვალი. ერთ-ერთს მევკითხე, არ ვიცი, სახელი არც გვარი ცხადია, არც მიკითხავს სახელი და გვარი, აი ამგვარად მივმართე, რომ ხვალ რომ რუსები შემოვიდეს, რუსები შემოვიდნენ, შენ რას აპირებ მეთქი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ იომებ რუსეთის წინააღმდეგ, ინგა ხო მშვიდობა? ხო რუსეთის წინააღმდეგ მე მგონი არ არის ინგა მშვიდობა და გავწყვიტ ამ იმას ვიდეო ლაივს კი არა ვიდეო ბლოგს და მოგეხმარები ზურფასო რა გავაკეთო რუსების წინააღმდეგ იომებ მეთქი და შენ პატრიოტი კაცი მეთქი მან ესე თვალი დახარა გულახდილად გეტყვით და მე იქვე ვკითხე რომ შენ ხომ დარწმუნებული ხარ რომ მეც პატრიოტი ვარ და შენს გვერდით ვიომებ მეთქი ანუ ერთად ვიქნებით მეთქი იდეაში ის გაცლებით უკეთ იომებს ვიდრე მე ხო ის რაღაც ჯარისკაცია ხო რაღაც უნარჩვევები აქვს და ჩემთვის გასაკვირი იყო და გასაოცარი იყო და ძალიან კარგი იყო რომ მოვისმინე მისი პასუხი საერთოდ მაგრამ ამგვარი პასუხი მით უკეთეს ამგვარი პასუხი იყო ასეთი ალბათ რწმუნებული ხართ თუ არა რომ ეს ვიომებ ალბათ თქვენც იობებთ ამით იმ ახალგაზრდა კაცმა ყავი მეორე პარტ სახელი ვიცი და არც გვარი ხო თითქოს გამოხატა ლოიალური დამოკიდებულება არაპერსონალურად ჩემს ეხლა რა იცის ჩემს შესახებ ჩემს თაობას ჩემს ხო მაგრამ აი რაღაც დემონსტრანტების ერთი ჯგუფის დაჯგუფების აი ვინც მისი თითქოს ემოცინა თითქოს მტერია მათ მიმართ ასე ასწავლიან ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ მათი მტრები ვართ ასე ქოქავენ ხო ასე მოკოქავენ ხო ასე მომართავენ ჩვენს წინააღმდეგ არა მე მგონია რომ ხა ესე ხმამაღლა არ გავამივიდეს და პოეტურადაც მიუხედავად ჩემი სიყვარულისა ამ პოეზიის მიმართ არ მინდა ვთქვა რომ სიყვარული გადაგვარჩენს ხო არა ხო და რაღაც ლოიალური დამოკიდებულება რაღაცის ან ვინმეს მიმართ ინგა მე მგონი მაინც არ არის მშვიდობა და გავწყვეტ ვიდეო ბლოგს ხო მე მგონია რომ ამგვარ ასე არ ვიტყვი მაინც და მაინც მაგრამ ჩვენ გადაგვარჩენს არ ვიცი მაგრამ შეგვეხიდება ზოგიერთი მათგანის სუდის სიტყვა შესაძლოა გადმობირების ცდილობა ყველა ყოველ შემთხვევაში ერთ ქვაბში არ უნდა ჩავხარშოთ ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მოცემულ ეტაპზე შესაძლოა ბევრი თქვენგანის კრიტიკა დავიმსახურო და მათი თქვენგანმა არგუმენტებით მითხრას რომ ესენი არიან კაციჭამიები არა მე მგონია რომ ყველა ინდივიდია და ყველა კაციჭამია არ არის უბრალოდ კაციჭამი არც არავინ არ არის მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით კაციჭამია მაგრამ აი უფრო მეტად დააზომბირებულები თუ დაზომბებულები არიან უფრო ნაკლებად დაზომბებულები არიან და ალბათ არიან თითოეულა მაინც ან მეტი რასაკვირველია ის დაზომბებული სულაც არ არის ეს არ ნიშნავს ის იმას რომ ხვალ ისინი საკუთარ ფორმას გაიხდიან და მე დაზომბებულ თანამებრძოლებს კი არა კოლეგებს შეუპირისპირდებიან ამას არ ნიშნავს მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ სწორი ლოიალური დამოკიდებულების ჩვენების შემთხვევაში შესაძლოა ბევრმა მათგანმა არაორდინალურ ვითარებაში რუსები რომ შემოვლენ მაშინ და ქართულ გვარიანი რუსებიც რომ შემოვლენ სულაც არ ასწიოს ხელი ჩვენზე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს შეიძლება ახლა რაღაცეებს ვშოტიალობ როგორც ბევრი იფიქრებს ან ზოგი იფიქრებს არ ვიცი მოკლედ მათთან ურთიერთობის დამყარება უნდა ვცადოთ მოდი ასე ვიტყვი ახლა ეს არის გულისხმობა გელაძე და ზოგიერთი არასწორი უკვე კონცეპტუალურად არასწორი ბიძინა ივანიშვილისაგან მარწუხებისაგან ვერ დამძვრალი პირი ცხადია არ იგულისხმება
ხო, ეხლა მდინარაძეზე არ ვიცი და კობახიძესაც რასაკვირველი აქვს გარკვეული დედლაინები მიცემული, კობახიძეს და მდინარაძეს პაპუაშვილის და ასე შემდეგ ვერ ჯდებიან ამ დედლაინებში, მათ ვერ აღმოფხვრეს პროტესტი ვერასდიდებით და დაუბრუნდები 28 ნოემბრის აქციას. მე მინდა გთხოვოთ მოქალაქეებს, რომლებიც კარგა ხანია არ ყოფილხართ აქციაზე, ასეთები ბევრი არიან, რომ 28 ნოემბერს ჩვენ ვაჩვენოთ ძალა, კიდევ ერთხელ ამ დე-ფაქტო ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ 500-ნი კი არა ვართ, ან 3500-ნი, არამედ გავმართოთ ერთი მაჟორული, ერთი კარგი აქცია, არ ვიცი მართლა არ აყავს ალბათ ამ აქციას მსვლელობა აქციას ორგანიზატორები, მაგრამ მოდი მაინც ასე ვიტყვით ქვეყნის ნებართვით, თუ ვინმე ხავს თავის პატარა პერფორმანსებით, ოღონდ თვით ინიციატივითაც უნდა მოიჩინოს რაღაც თეატრალური დასები, სახელოვნებო სკოლები, კერძო სკოლები, რაღაცა და ასე შემდეგ, რაღაც მომღერალთა გუნდები, მოცეკვავეთა ჯგუფები და ასე შემდეგ. თვით ინიციატივითაც უნდა კოსტუმირებული შეიძლება იყოს. ეს კარგი იქნებოდა ამ სწორედ ამ ერთ დღეს. მე არა ვარ ამ კოსტუმირებულობისა და ამგვარი პერფორმანსების მაინც და მაინც დიდი მომხრე, ახლა უკვე თავის დროზე ძალიან მომწონდა. გულახდილად გეტყვით რაღაცა მარში ამათი თუ მარში კოსტუმირებული ხასუსო. იმათი, მაგრამ ახლა შეიძლება ერთ დღეს ეს გამონაკლისი დაუშვათ და რუსთაველზეც უნდა გავიდეთ მეთქი, მაგრამ ამავდროულად ვიდრე 28 ნოემბრამდე შეფენილობა უნდა იყოს პატარ-პატარა ქუჩებში და გამოვაფხიზლოთ შეძახილით და დისკომფორტით შევუქმნათ, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილიც კი ბზეა, რომ დაუშვას შეცდომა ერთის მხრივ და წკიბზეა რომ კიდე სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იძულებული იქნება რომ დაუშვას შეცდომა ერთია და დაიხიოს უკან მაგალითად პოლიტპატიმრებთან იმართებაში, არჩევნებთან დამარცხებაში კვლავ მეორე ფარა და არც გააკეთებს ამას თუ ჩაატარებს არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პარტიების გაუქმების კვალდაკვალ, რაც მას უნდა კიდეც ესეთი არჩევნები, იმიტომ რომ მან მოიპოვოს 115 კაციანი საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ მე დაანგრიოს ეს ქვეყანა დამატებით. პოლიტპატიმრები კი იქნება როგორღაც გავანთავისუფლებინოთ, უკლებლივ ყველას გულისხმობ ბარემ, ეხლა რომ არ მომედაოთ ნაწილ რასაკვირველია ხა ერთიანად რაღაც 200 კაცს არ გამოუშვებენ ცხადია გარეთ. ამასობაში გარე ფაქტორების დაემთხვევა და ჩვენ რაღაცა გადავლახავთ ამ ყველაფერს და კიდევ ერთი საკითხი რა ხდება ინა ვამთავრებთ, იმიტომ ჩასასვლელი ვარ, გიბოდი შეფაიგა 3 წუთი ზუსტად. კიდევ ერთი საკითხი, სულ რომ არაფერი არ მოხდეს, 28-ში მოხდება ცხადია, მაგრამ აი ბიზინა ივანიშვილის დამთავრების კონტურებიც რომ არც გამოჩნდეს მომავალში, ხო ჩვენ ქუჩაში მაინც უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ამით აღარ ვანგრევინებთ, ან დამატებით ვეღარ ანგრევს, თუნდაც ზუსტი რო ვიყო ბიზინა ივანიშვილი ამ ქვეყანას, ჩვენ რო არ ვიყოთ ქუჩაში, უნდა ვიცოდეთ, რომ მას უკვე დანგრეული იქნებოდა, მას უკვე შეცვლილი იქნებოდა კონსტიტუცია, მას უკვე ჩატარებული იქნებოდა რეფერენდუმი, მას უკვე აღიარებული იქნებოდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, მას უკვე დაკანონებული ეყოლებოდა რუსეთის ჯარი საქართველოში, მას უკვე გაუქმებული იქნებოდა მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები და მილიციის იქნება ყველა გამოწყვილიც კი ხოლოდ, ამიტომ ქუჩაში ყოფნას ყოველთვის თუნდაც 100 კაცისა თუ 500 კაცისა ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება აზრი ბიზინა ივანიშვილის პირობებში, რომელიც არის ბანდიტი, რომელიც ამ ქვეყანას უბრალოდ ანგრევს 23 წუთი ზუსტად, მე გემშვიდობებით ნახვამდის.